Სამებით გადაცემაში თავისუფალი დღემა დღეს უნდა ვისაუბროთ თვითმმართველობების საქმიანობაზე, როგორც ვიცით, მათ უკვე ეწურებათ 4 წლიანი მუშაობის ვადა და ვიდრე ახალი თვითმმართველობა გვეყოლება, საინტერესოა რა გაკეთდა ბოლო 4 წლის განმავლობაში. სტუმრად გვყავს ანალიტიკოსი, რომელიც მუშაობდა და ანალიტიკურ სტატიებზე და მისგან მოვისმენთ თუ რა გამოიკვეთა ამ მუშაობის პერიოდში. მისმა გუნდმა ნეოტივის დამფუძნებელი არის ნინო ჩიფჩიური და მისმა გუნდმა იმუშავა ანალიტიკური სტატიების მომზადებაზე, რომელიც თვითმმართველობების მუშაობას ეხება შიდა ქართლში 4 მუნიციპალიტეტს მოიცავდა კვლევა. ნინო, გამარჯობა, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. პირველ რიგში საინტერესო არის უფრო დეტალურად რომ გითხრათ, რას ეხებოდა ეს კვლევა, რა პერიოდს მოიცავდა და შემდეგ ვისაუბროთ იმაზე, რა გამოიკვეთა აი ამ მუშაობის პერიოდში. მოგესალმებით ლელა, მივესალმები მაყურებელს. ჩვენ ნეოტივის გუნდმა გადავწყვიტეთ, რომ თვითმმართველობის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე შეგვეფასებინა და ერთგვარად შეგვეჯამებინა თუ რა გააკეთეს მათ ჩვენს მუნიციპალიტეტებში შიდა ქართლის რეგიონის მასშტაბით და ერთგვარად საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია ამ საქმიანობის შედეგებზე. მანამდე ჩვენ გქონდა აუდიტის დასკვნები 4 მუნიციპალიტეტის შესახებ, სადაც გამოიკვეთა მთელი რიგი დარღვევები და საინტერესოც ეს იყო და ამან გვიბიძგა, რომ გადაგვემოწმებინა, რამდენად გაითვალისწინეს თავისივე სახელმწიფო აუდიტის დასკვნაზე არის საუბარი და ეს დარღვევები არის თუ არა გამოსწორებული უკვე მომდევნო 4 წლის განმავლობაში 2021 წლის შემდეგ, როდესაც ახალი თვითმმართველობა აირჩა და დავაკვირდით ჩვენ მათი საქმიანობის ძირითადად ბიუჯეტის თანხებს, როგორ იყო გადანაწილებული, რაში იხარჯებოდა, რამდენად მიზნობრივი იყო ეს ხარჯვა. ჩვენ თავდაპირველად გადავამზადეთ 10 ანალიტიკოსი, ადგილობრივები, ესენი არიან სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანები, თუმცა ისეთები არიან, რომლებსაც გული შესტკივათ ამ მუნიციპალიტეტების განვითარებაზე, მუშაობაზე და ზოგადად არსებულ ვითარებაზე და ისინი ჩაერთვნენ და იმუშავეს ჩვენთან ერთად. თავდაპირველად გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია, თუმცა ამაზეც მინდოდა კი ბატონო. საუბარი, რომ მათ რამდენად ღია არიან ზოგადად ეს ადამიანები, რომლებიც გამჭვირვალობაზე გვესაუბრებიან, ამაზე დაგნებავთ ცალკე ვისაუბროთ. მანამდე ჩვენ ამ 10 ადამიანთან ერთად ეს მოსამზადებელი ეტაპი გავიარეთ, გამოვითხოვეთ ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ ძალიან მწირი იყო მათი პასუხები. არაფერში არ გამოგვადგებოდა, იმიტომ რომ არ ვიცი რატომ, მიზანმიმართულად თუ ზოგადად არ ქონდათ ინფორმაცია, ანუ არ მოგცეს ინფორმაცია, საჭირო ინფორმაცია მოგეთ. იცით როგორ იყო, ანუ 10-ვე ანალიტიკოსმა გამოითხოვა თავის თემაზე ინფორმაცია. ეს ეხებოდა 4 მუნიციპალიტეტიდან და იყო საკითხები ზოგადი, რაზეც თავისუფლად ძალიან ზოგადად გვიპასუხეს, მაგრამ როდესაც ჩავეკითხეთ, ჩავეძიეთ, მოვითხოვეთ დოკუმენტები, მაგალითად სამშენებლო ნებართვების, მოვითხოვეთ უფრო სიღრმისეული შეფასება კონკრეტულ დარღვევაზე, მათთვის რა თქმა უნდა ეს თემები იყო მიუღებელი და ამაზე საერთოდ პასუხი არ მოგცეს. მაგრამ რა დოკუმენტებზე დაყრდნობით მომზადდა ეს მასალები, თუ ვთქვათ, გეტყვით, წერილი რაც გავაგზავნეთ, უბრალოდ გითხრას რომ დავარეგისტრირეთ და 10 დღიან ვადაში წესით უნდა ეპასუხოთ, მაგრამ 7 ივლისი მახსოვს ზუსტად რომ გავაგზავნეთ და წარმოვიდგინეთ 7 ივლისის მერე რამდენი სამუშაო დღე გავიდა და დღემდე არანაირი პასუხი არ მიგვიღია და ვწერთ მიუხედავად ჩვენგან მიწერილი რომელიმე მუნიციპალიტეტი გამოირჩევა 4-ვე მუნიციპალიტეტი გამოირჩევა უპასუხისგებლობით, აი სრულიად ჩემი პასუხისგებლობით შემიძლია ვთქვა ფაქტებზე დაყრდნობით, აი ამ მეილების მიმოცვლასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ მათ მხოლოდ ჩვენი წერილი დაარეგისტრირეს, გავაგზავნეთ ჩვენ კიდევ ერთი წერილი, რომ რატომ იგვიანებს, რატომ არ გვცემთ პასუხს, ამაზე ერთმა მუნიციპალიტეტმა თორსები კასმა გითხრა, რომ მზადდება თქვენთვის ინფორმაცია და უახლოეს პერიოდში მოგაწვდით. გორმა საერთოდ იგნორი გაგვიკეთა და არანაირი პასუხი არ გაგვცა, რომ მუშავდება თუ რა გახდა პრობლემა, რის გამოც არ ღვევენ კანონს. ფაქტობრივად 10 დღიანი ვადა ამოიწურა სამუშაო დღეების, ამის შემდეგ არ გვაძლევენ ინფორმაციას, მივწერეთ რამდენჯერმე წერილი გითხრას, არ გვიპასუხეს რამდენიმე მუნიციპალიტეტმა გითხრა, რომ მზადდება, თუმცა ეს გამზადებული ჩვენ ვერ ვნახეთ, მზის სინათლე ვერ ნახა ამ წერილებმა და რაც შეეხება საიდან მოვიძიეთ ინფორმაცია, ჩვენ როგორც იცით, წლებია უკვე ვმუშაობთ უსაფრთხოების მიმართულებით, ღია წყაროების მოძიების მიმართულებით და ასევე წელს შემოვიტანეთ ხელოვნური ინტელექტი, რაც არის ჟურნალისტებისთვის ერთგვარი ძალიან კარგი საშუალება იმისთვის, რომ აი ასეთ ვითარებაში, როდესაც არ გვაძლევენ საჯარო ინფორმაციას, როდესაც ცენზურა არის მედიაზე დაწესებული, მივმართოთ ხელოვნურ ინტელექტს და უამრავი ინსტრუმენტი არსებობს
არსებობს და ხელსაწყო არსებობს იმისთვის, რომ არანაირი არალეგალური მოძიება არ ხდება ინფორმაცია. ეს არის ღია წყაროებზე, რაც გამოქვეყნებულია ინტერნეტ სივრცეში, უბრალოდ აქ არის მთელი რიგი ეტაპები და გზები, როგორ მიხვიდე იმ ინფორმაციამდე. რა თქმა უნდა, ეს მარტივი არ არის, მოითხოვს რუტინას, მოითხოვს ძალიან ისეთ რესურსს, რომ უნდა გქონდეს ანალიტიკური უნარი, რომ რაღაცები დააკავშირო და დაადგინო, თუმცა ჩვენ ეს ეტაპი გადავლახეთ, გარკვეული უნარები შევიძინეთ და ამ უნარების საფუძველზე უკვე ღია წყაროებზე დაყრდნობით ჩვენ ეს 20 ანალიტიკური სტატია მოვამზადეთ. ეს ეხება კორუფციულ ნიშნებს, ეს ეხება სხვადასხვა გარიგებებს, რაც ჩვენთვის არ არის განმარტებული და ველოდებით ამ დრომდე რომ გვიპასუხონ, რატომ არის კონკრეტული დარღვევა დაფიქსირებული და მთელი რიგი ხაროეზები არის მუნიციპალიტეტების საქმიანობაში. დიახ, და ისევ საჯარო ინფორმაციას რომ დაუბრუნდეთ, როგორც ვიცი, ყოველთვის იყო პრობლემა ზოგადად ინფორმაციის მიწოდების, თუმცა რაღაცა დოზით მაინც გვაძლევდნენ ხოლმე ამა თუ იმ ინფორმაციას, ნუ ყველა მუნიციპალიტეტი არა, მაგრამ ზოგიერთი მაინც. ეხლა ანუ ზოგადად რა პრობლემებს აწყდებით ამ კუთხით? ხაშურისა და გორის მუნიციპალიტეტში არ მქონია მე პირადად პრობლემა და ყოველ შემთხვევაში იმას მაინც მაწვდიდნენ, რომ აი რაღაცა ზოგადი ინფორმაცია, ასია თუ ისია კონკრეტულად, აი ძალიან მოკლე მშრალი ინფორმაცია, მაგრამ ახლა საერთოდ უპასუხოდ დაგტოვეს, არაფერი არ მოგწერეს და ერთი კიდე მინდა აღვნიშნო, რომ მათ თუ გონიათ, რომ ხა ამ დამალვით დამალავენ რეალურად ფაქტებს, ძალიან ცდებიან, იმიტომ რომ ეს აღარ არის ის დრო, როდესაც მხოლოდ მათ წერილებზე ვიყავით დამოკიდებული და როდესაც არ ვიცოდით, ინტერნეტი არ არსებობდა და ვერ ვიგებდით, საიდან როგორ უნდა მოგვეძებინა ინფორმაცია, გვიწევდა მე ადგილზე რაღაც დიდი ხნის განმავლობაში თვალით, მათ შორის კონტროლი, ვინ მიდიოდა სამსახურში, ვინ არ მიდიოდა, ზოგი ახლაც იღებს პენსიასავით ჰონორარს და დღეს უკვე აღარ არის მაგისი რაღაც შემზღუდავი ბარიერები, რომ ჩვენ ეს ინფორმაცია ვერ გავიგოთ და საშტატო ნუსხას თუ გადავხედავთ, აი მაგალითად ახლა მახსენდება, რომ კასპის მუნიციპალიტეტში ამ 4 წლის განმავლობაში მილიონ ლარამდე თანხა დაიხარჯა მხოლოდ ჰონორარში, ხელფასებში. და ეს თანხები ყოველწლიურად იზრდება. ერთ-ერთ წელს, მაგალითად 2024 იყო თუ არ ვცდები, ბიუჯეტი შემცირდა, მაგრამ ხელფასები მაინც გაიზარდა. ანუ ხო უნდა იყოს რაღაცა შედეგი, რომ ეს ხელფასები იზრდება, ადგილობრივების მაგალითად ვითარება, მდგომარეობა უმჯობესდება, ყოველ შემთხვევაში ამ თანამშრომლებთან კომუნიკაციაში, ხო? აი რა შეინიშნება ამ მზარდი ტენდენციის ფონზე კასპის მუნიციპალიტეტში? მოსახლეობას უკეთესად მიეწოდება ინფორმაცია, ყველაფერზე გარკვეულები არიან თუ საერთოდ ჯანდაცვის პროგრამა, რომ 37% არის ათვისებული ქარელის მუნიციპალიტეტში, ეს ახლა რას დავაბრალოთ, რომ 37%-მა იცოდა მხოლოდ ინფორმაციის ნაკლებობა, ანუ მეც არავის დაჭირდა 37% თუ არ იყო ასეთი ბენეფიციარების რაოდენობა, რატომ დაგეგმეს, რომ მაგალითად ეს თანხა უნდა ყოფილიყო გათვლილი და რატომ ვერ მოხდა ამისი სრულად ათვისება. ბიუჯეტის ათვისებაზე, თანხების გადანაწილებაზე ძალიან ბევრი ხაროეზი არის და ამას მხოლოდ ჩვენი პროექტი ვერ გაწდება. ეს ზედაპირულად რაც გამოვავლინეთ, იმიტომ რომ სახელმწიფო აუდიტი როცა ამოწმებს შემდეგ ამ კონკრეტულ ფაქტებს, აი ისეთი სასაცილო პასუხები არის, მათ ხომ მაინც უნდა უპასუხოთ, ჩვენ თუ არ გვიპასუხებენ. აი მაგალითად ახლა მახსენდება, რომ ერთ-ერთ პროექტზე დახარჯული იყო საკმაოდ სოლიდური თანხა და მაშინ, როდესაც ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი კომპანიისგან იყო შეთავაზება შედარებით დაბალი. და შემდეგ უკვე რომ განმარტება მოითხოვეს, თუ რატო ამ დაბალფასთან არ გააფორმეთ ხელშეკრულება, დისკვალიფიცირეს და აღმოჩნდა, რომ ეს დისკვალიფიცირებული კომპანია გასულ წელს იყო კონტრაქტორი გორის მუნიციპალიტეტის მერის. ასევე არის ერთ-ერთი თემა, რომ რაღაც ჩეკი დაგვეკარგა, მეილის პაროლი აღარ გვახსოვს და რაღაც იმას დოკუმენტს ვერ პოულობთ. აი სრულიად სასაცილო პასუხები აქვს გაცემული სახელმწიფო აუდიტიდან და ამას სჭირდება ძალიან კარგი ჩაჯდომა და მართლაც ჟურნალისტური გამოძიებაც, იმიტომ რომ როგორც თქვი, ამის საშუალება დღეს ნამდვილად არის და ყოველ შემთხვევაში ეხლა რაც დრო გქონდა, ამაში ეს გამოიკოთა და წარმოიდგინეთ ეხლა ამ 3 თვის შემდეგ უფრო დიდი დრო რომ გქონდეს, მაგალითად 1 წლიანი პერიოდი გქონდეს უშუალოდ ამისთვის, რომ ეს თანხები ვაკონტროლოთ, სადამდე გავალთ. უბრალოდ ეხლა სიტუაცია არის შექმნილი, რომ არ გვცალია, იმიტომ რომ ყოფნა არ ყოფნის საქმე არის უკვე დღის წესრიგში, ჩვენ ვიქნებით თუ არა, ამაზე არის საქმე და
მედიას თითქოს აღარ რჩება დრო აი ესეთ ხაროზებს მიაქციოს ყურადღება. ჩანის რეჟიმში მუშაობს. კი ბატონო. კი, ჟურნალისტური გამოძიება საინტერესო იქნებოდა ამ თემაზე, თუმცა არანაკლებ საინტერესო სტატიები იყო თქვენს მიერ მომზადებული. ისევ ხალხასების დას რომ დავუბრუნდეთ, თქვენ ისაუბრეთ კასპის მუნიციპალიტეტზე, სხვა მუნიციპალიტეტებში რა მდგომარეობა გვაქვს და ასევე ვნახე არაერთი საინტერესო ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა მაგალითად ერთ-ერთ ავტომობილს, რომელიც ხაშურზე მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი. იყო ასევე საინტერესო სტატიები დაპირებებზე, შეუსრულებელ პროექტებზე და ასე შემდეგ. ჯერ ხელფასების თემას რომ დავუბრუნდეთ. დიახ, ჩვენმა ერთ-ერთმა ანალიტიკოსმა ხელფასები უშუალოდ კასპის მუნიციპალიტეტიდან არის და მაგიტომ გააკეთა კასპზე. თუმცა 10%-იანი ზრდა ყოველ წელს არის ყველა მუნიციპალიტეტში, ეს მინიმუმ, მაგრამ ჯამში რომ დავითვალეთ, აღმოჩნდა რომ 11%-ზე მეტი არის მატება ხელფასების და ამაზეც არავინ არაფერს არ ამბობს, თითქოს ეს ასე უნდა იყოს. სინამდვილეში 10%-იანი ზღვარი არის ამ ხელფასების მატების. ამაზეც რატომღაც დუმს მუნიციპალიტეტი და განმარტებას არ გვაძლევს, როდესაც ამაზე კითხვებს ვუსვამთ. რაც შეეხება მანქანას, ეს ეხებოდა ხაშურის მუნიციპალიტეტს. ჩვენ გამოვითხოვეთ ინფორმაცია, რა თქმა უნდა, არ მოგვცეს მერის ბალანსზე არსებული მანქანების ჩამონათვალის შემდეგ ჩვენ ტენდერების საიტზე მივაკვლიეთ, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული ერთ-ერთ ავტოსამრეცხაო დაწესებულებასთან და იქ ჰქონდა გაგზავნილი მთელი ნუსხა მერის ბალანსზე არსებული ავტომანქანების. ეს ნუსხა ამოვიღეთ ჩვენ და შევადარეთ რა თანხები იხარჯებოდა თითოეულ ავტომანქანაზე, რაც აქვს უშუალოდ ელექტრონულ ტენდერებში გამოტანილი. ანუ ეს საჯაროა, ხელმისაწვდომია, ყველა შეუძლია ნახოს. და იქ აღმოჩნდა, რომ ეს Toyota Camry არ არის დაფიქსირებული ამ ჩამონათვალში. ანუ ჩვენ გვიჩნდება კითხვა წლების განმავლობაში Toyota Camry სათადარიგო ნაწილებისთვის თუ კი არის 10,000-ობით ლარი გაფლანგული, ჯერ რანაირი მანქანა არის, თუ კი ამდენი თანხის დახარჯვა სჭირდება სათადარიგო ნაწილებზე, შესაბამისმა სამსახურებმა უნდა იფიქრონ, საერთოდ უნდა იყოს თუ არა ექსპლუატაციაში და დათვალიერება გავლილი აქვს თუ არა ამ ავტომანქანას, ან ვინ სარგებლობს, ეს ყველაფერი უნდა იყოს განმარტებული, იმიტომ რომ წლიდან წლამდე კონკრეტულად ამ მანქანაზე ვიტყვი, ძალიან სოლიდური თანხები იხარჯება, თუმცა მერის მიერ ჩამოთვლილ ამ გასარეცხად გამზადებულ მანქანებში, რომელსაც ერთ-ერთი კონკრეტული დაწესებულება ემსახურება, ეს Toyota Camry არ არის. ანუ არ რეცხავენ, იმ დონეზე არის წყობრიდან გამოსული თუ ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა. ანუ ვერ დავადგინეთ ვის. არ ვიცით ვის მფლობელობაშია, სად არის. ერთ-ერთმა ჩვენ დაგვიკომენტარა, რომ ადრე წლების წინ მე ვსარგებლობდიო, რომელიღაც სამსახურის წარმომადგენელი იყო თუ არ ვცდები, ამ მანქანითო და არსებობს რეალურად, თუმცა ზუსტად კიდევ დამატებით კითხვა გაჩნდა, რომ ანუ წყობრიდან გამოსული მანქანით სარგებლობდა, იმიტომ რომ ყოველ წელს არის თანხები ამ Toyota Camry-ზე გამოყოფილი, რომ გაკეთდეს სათადარიგო ნაწილები შეუძინონ და ასე შემდეგ. გარდა ამისა არის კიდევ სხვა ავტომანქანებიც, რომლებზეც ძალიან ბევრი თანხები იხარჯება სათადარიგო ნაწილებისთვის. საწვავი კიდე ცალკე. ჯამში მილიონი ლარი გამოვიდა ხაშურის მუნიციპალიტეტში, აი ამ ავტო სატრანსპორტო საშუალებებისა და ავტოპარკის შენახვისთვის, მათ შორის საწვავით შედის, მილიონი ლარისას, არ ვიცი, რას დადიოდნენ, სად დადიოდნენ. პატარა მუნიციპალიტეტისთვის ამხელა თანხა რო იხარჯება, ხო, ეხლა პატარა ბავშვიც რო დასვა და აუხსნა რაში არის საქმე, ძალიან ბევრი კითხვა გაუჩნდება მასაც. ხო, ელემენტარული არის, რომ ეხლა ვისაც რაღაც შეხება გქონია, წარმოდგენა უნდა გქონდეს, მაგალითად კილომეტრზე რამდენი უნდა გაიაროს და განა რა საწვავს ხარჯავენ და რა მანძილს გადიან, ისეც რომ ავტოპარკის შენახვა ამ 4 წლის განმავლობაში მილიონ ლარზე მეტი უჯდებათ. და სხვა მანქანებიც არის, რომლებზეც ასევე სათადარიგო ნაწილებისთვის აქვთ დახარჯული თანხები და ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება, ხომ არ ჩამოყავთ ეს რაღაცა სხვა ავტომანქანები და ამ ავტონაწილებს ხომ არ ყიდულობენ მისთვის მერის სახელით, აი ბევრი კითხვა გვიჩნდება და რომ არ ვიმკითხავთ და რაღაც ეჭვის დონეზე რომ არ ვიყოთ, კიდევ აქედანაც მოუწოდებ რომ გვიპასუხონ და რა თქმა უნდა მათ პოზიციასაც აუცილებლად დავაფიქსირებთ, რომ სად წავიდა მილიონი ლარი, კონკრეტულად რატომ გახდა საჭირო, რომ ამ პატარა მუნიციპალიტეტში ავტოპარკის შენახვისთვის ამხელა თანხა დაიხარჯა. დაპირებებზე მკითხეთ კიდევ.
დაპირებები ჩვენ შევინახეთ ის დაპირებები, რაც 2021 წელს ქართულმა ოცნებამ გასცა, ეს ბუკლეტებს და ფლაიერებს რო არიგებენ ხოლმე მოსახლეობაში და ძალიან კარგი პრაქტიკა გვაქვს, რომ უკვე რო ეწურებათ უფლებამოსილების ვადა, შემდეგ თვითონვე რასაც წერდნენ, აბა ის რა შესრულდა. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გამოიკვეთა არის ის, რომ ინტერნეტს პირდებოდნენ ყველა სოფელს და ამ ეტაპზე 46 ოჯახიდან 18-ს აქვს სრულყოფილად შეყვანილი ინტერნეტი სოფელში. 9000-მდე ოჯახი იყო თუ არ ვცდები გეგმაში ამ 4 წლის განმავლობაში და ძალიან მიზერული არის ის რიცხვი, რაც გვაქვს რეალურად სახეზე, სადაც შეიყვანეს ინტერნეტი. გორის მუნიციპალიტეტზე საუბრობთ. დიახ, გორის მუნიციპალიტეტში. ასევე წყლის პრობლემა იყო, რომელიც უნდა მოგვარებულიყო, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ არსებობენ სოფლები, სადაც შორი მანძილიდან ისე უწევთ წყლის მოტანა, ყიდვაც მათ შორის. ასევე იყო გორისთვის, ახალგაზრდებისთვის საინტერესო რეკრეაციული ზონის მოწყობა ყოფილი ბაზრის ტერიტორიაზე, რაც იყო უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის დაპირება. თითქოს ეს ტერიტორია გადასცა გორის მუნიციპალიტეტის მერიას, მის ბალანსზე დააბრუნა, გამოისყიდა, რა ვიცი, ვისგან გამოისყიდა, ასეთი შეთანხმება იყო, რომ 5 წლის მერეც ვერ უნდა დაწყებულიყო იქ რაიმე სამუშაოები და ნაგავსაყრელად უნდა ქცეულიყო. რა და ვნახეთ საკმაოდ ესეთი შთამბეჭდავი ბანერები, რომელიც როგორი უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი გამოაქვეყნეს და სხვათა შორის არჩევნების წინ 2020 წლის არჩევნების წინ გორელებს დაპირდნენ, რომ აქ იქნება რეკრეაციული ზონა, სივრცეები, მედიათეკა და სხვადასხვა გასართობი ადგილები და ერთგვარად ახალგაზრდების გულის მოგებასაც ცდილობდნენ, მაგრამ გავიდა 5 წელი ჩვენ ყოველწლიურად ვადევნებთ თვალს იქ რა ხდება. იქ ისე იგივე მდგომარეობაა, ხშირ შემთხვევაში ვხედავთ ნაგავსაყრელად არის ქცეული, არანაირი სამუშაოები არ დაწყებულა, როდესაც მოვიკითხეთ ჩვენ გასულ წლებში თუ რა ხდებოდა და რატომ იგვიანებდა ეს და ამ დაპირების შესრულება. გორის მერიაში სხვათა შორის საკრებულოს თავმჯდომარე თქვა, რომ ამაზე ჩვენ ვერ გავწდებით, ჩვენი სახსრებით ამას ვერ გავაკეთებთ და ისევ დამოკიდებული ვართ იმ ქართულს დაპირებაზე, რომელსაც სრულიად უნდა დაეფინანსებინა ეს პროექტი. ვერ იტყვიან, რომ მაგალითად ამ სანქციებმა შეუშალა ხელი და რაღაც სხვა პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, იმიტომ 5 წლის განმავლობაში ძალიან დიდი დრო არის გასული და ელემენტარული ქვაქვაზე მაინც უნდა დაედოთ, ან ნაგავი მაინც უნდა გაეტანათ და მარტო შემოღობით არ უნდა შემოფარგლულიყვნენ და რაღაცა უნდა ხელშესახები ყოფილიყო, მაგრამ ეს დაპირება შეუსრულებელი დარჩა. ასევე თეატრის რეაბილიტაცია იყო დაგეგმილი, რომ სახიფათო არის ფაქტიურად იქ მაყურებლის შესვლა, თვითონვე ამბობენ ამას და თვითონვე რისკის ქვეშ მიდიან, როდესაც სპექტაკლები იდგმება ასეთ შენობაში. ესეც ქართულს დაფინანსებით უნდა ყოფილიყო, ასეთი დაპირება მოვისმინეთ, ჩამოვიდნენ მაშინ კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, ადგილზე შეისწავლეს ვითარება, კიდევ ერთხელ გასცეს დაპირება, თუმცა აგერ 2025 წელია და ჩვენ ვხედავთ, რომ არაფერი არ შეცვლილა. კი ბატონო, და კიდევ ერთი ესეთი საკითხი გორელებისთვის ძალიან აქტუალური და მტკივნეული სამშენებლო ნებართვებზეც მინდოდა საუბარი. ამასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც თქვათ განაშენიანების გეგმა ვერ ვნახეთ, ვერ ხილაკის. არა მხოლოდ განაშენიანების გეგმა, მინდა მაყურებელმა იცოდეს, რომ სივრცითი მოწყობის გეგმაც რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის და სხვათა შორის დასავლური პარტნიორების მხრიდან იყო ამის რეკომენდაცია, თუ რატომ არის საჭირო სივრცითი მოწყობის გეგმა. ახლა მონიტორინგს ახორციელებს ერთ-ერთი ორგანიზაცია და ჩვენ შემთხვევით გავიგეთ, რომ სივრცითი მოწყობის გეგმა გორის მუნიციპალიტეტს კი არა, ზოგადად მუნიციპალიტეტების უმრავლესობას არ აქვს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი. გეგმა კიდევ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც უნდა ჰქონდეს დამტკიცებული გორის მუნიციპალიტეტის მერიას, ზოგადად მუნიციპალიტეტებს და ამ გეგმის მიხედვით უნდა შენდებოდეს ის ყველაფერი, რასაც ვხედავთ. იგივე კორპუსები, ხო? რომლებიც სოკოებივით ჩნდება უკვე გორის ქუჩებში და არ ვიცი ახლა რომელ სამშენებლო ნებართვებში არის გაცემული ის დასტური და ნებართვა, რომ მაგალითად 5 სართულიანზე მეტი ამდენი შენობები, რამდენად სარისკოა გორისთვის, მით უმეტეს ვიცით, რომ სეისმურად როგორი ქალაქი და მუნიციპალიტეტი არის გორი და საკითხი კიდევ ვინ იღებს ამ ნებართვებს? ხო, აგერ წყლის პრობლემაც ჩვენ ნახეთ ცოტა ხნის წინ, რომ წყალი, რომელიც ესე უცბად ეს პერიოდი იყო შეწყვეტილი, მაშინ რა მდგომარეობაში აღმოჩნდა თვითონ ეს ქალაქის მოსახლეობა და რა ვითარებაში იყო გორი მთლიანად. ესეც გამოწეული იყო ზუსტად იმ უნებართო გარიგებებში
და ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ კონკრეტულ სარგებელსაც იღებენ ეს ნებართვის გამცემები, ყოველ შემთხვევაში დაბალ დონეზე, ეს არ ამგონია რომ მოხდეს, მაგრამ ალბათ აქვთ რაღაცა ისეთი ზურგი, რის გამოც დიდ შენობებსაც აშენებენ, ფიქრობენ რომ არაფერს ხელს არ შეუშლიან და იმის განცდა რომ მოსახლეობას რა პრობლემა და რა რისკი შეიძლება საფრთხე შეიძლება დაემუქროს, ამაზე პასუხს არავინ არ გვცემს და ასევე სამშენებლო ნებართვებში კიდევ გამოიკვეთა ის, რომ ტერიტორიები საბაზრო ფასთან შედარებით არარეალურ ფასადად არის გაცემული. გარდა ნებართვებისა, ასევე იჯარითაც გასცემენ ტერიტორიებს და ჩვენ ვერ მოვიძიეთ კონკრეტულად რა ტერიტორიებზე არის საუბარი, არ გვიკონკრეტებენ, მხოლოდ გაქვთ ეს პასუხი, რომ ამდენი რაოდენობრივად ნებართვა არის გაცემული და ამით შემოიფარგლენ, მაგრამ იქ მთელი რიგი კითხვები არსებობს, ეს ნებართვები რო არის გაცემული, რა სარგებელს იღებს ამით მუნიციპალიტეტი, რა ფუნქციით უნდა იმუშაოს ამ კონკრეტულმა შენობამ, რამდენად უსაფრთხოა ქალაქისთვის და ასე შემდეგ. ნებართვები ერთ-ერთი მტკივნეული თემა არის ალბათ სამშენებლო ნებართვები მერიისთვის, იმიტომ რომ რამდენიმე ანალიტიკოსმა გაგზავნა ჩვენი მხრიდან ამაზე წერილი და ყველაზე აი ესეთი ზოგადი პასუხებით შემოიფარგლენ და ვერაფრით ვერ გასცეს მათთვის ალბათ რაღაცა ესეთი საიდუმლო გარიგებებია თუ არ ვიცი რა არის. ყოველ შემთხვევაში არ მოგცეს იმისი დეტალური განმარტება, რასაც ვითხოვდით, თუ სამშენებლო ნებართვები რამდენად კანონიერად გაიცემა და რამდენად შეესაბამება იმ სტანდარტებს, რაც უნდა იყოს დაწესებული. ჩვენ ვიცით რომ აგერ მე-11 სკოლაში საძირკველი ჩაყარეს, ამოყარეს, არ იყო ისე გაკეთებული როგორც უნდა ყოფილიყო. უფრო ადრე სადგურის საბავშვო ბაღზე გვახსოვს რომ აშენებული შენობა დაანგრიეს და ახლიდან ააშენეს. და ეს რაზე მიუთითებს რომ ჩვენი გადასახედებიდან შესული თანხები იხარჯება არაფერში, ვიღაცას კომპანია არ მოეწონება, ვიღაცას რაღაც არ მოეწონება და ესე უნდა წყალში იყრებოდეს ამდენი თანხა, მაშინ როდესაც ამდენი ხალხი ისეთ პრობლემებზე საუბრობს, რომ რა ვიცი, წყალი რო არ გექნება ელემენტარული ზაფხულის სეზონზე და გიწევს ან ყიდვა ან სხვა სოფლიდან მოტანა და ოჯახის ამით უზრუნველყოფა, უკვე სასაცილოა 21 საუკუნეში, რომ ამ თემაზე ვინმე საუბრობს. ხო, სხვათა შორის სამშენებლო ნებართვებზე ღიადაც გაურბიან საუბარს, ჩვენც ბევრჯერ ვცადეთ კითხვა დაგვესვა, თუმცა აშკარად ამ თემაზე რას მალავენ, ვერაფერს ვერ დამალავენ, იმიტომ რომ მოვადრო და მათივე აუდიტი მოსთხოვთ ამ კითხვებზე პასუხებს და საინტერესოა მე მაგათ რას უპასუხებენ. ცალკე თემა არის კიდე პიარში დახარჯული თანხები და ასე შემდეგ. გარდა ამისა, სოფლის პროგრამებსაც მინდა შევეხო, სადაც მოსახლეობას საერთოდ არ აქვს ხოლმე ინფორმაცია, როგორც გამოიკვეთა არაერთი მუშაობის შედეგად და მათ შორის თქვენი ანალიტიკოსებისგანაც მოვისმინე, რომ როდესაც იგეგმება სოფლის პროგრამები, იქ საერთოდ არ მონაწილეობს მოსახლეობა და ძირითადად ის მათი მიყვანილი ხალხი არის ხოლმე ამ შემთხვევაში და მე ისე წდება ეგ რა უნდა გაკეთდეს, რომ მოსახლეობას ამაზეც არ აქვს ინფორმაცია. ამ თემაზეც მინდა თქვენ შეფასება და ჩვენ სხვათა შორის ლელა ერთადაც გვიმუშავია ამ თემაზე, ქართული მედია ჯგუფიც იყო ერთ-ერთი ავტორი ამ პროექტის, როდესაც სოფლის პროგრამები როგორ ხორციელდებოდა და ვინ იღებდა რეალურად გადაწყვეტილებას, ამაზე ქონდა კვლევა ჩატარებული, ადგილზე გავდიოდით და ვესაუბრებოდით მოქალაქეებს, მაგრამ მოქალაქეების პასუხი იყო, რომ მე ვინ კითხავს, რაც უნდა მაინც იმას გააკეთებენ, ეს ჩვენი საქმე არ არის, ჩვენ იქ წინადადებას აზრი არ აქვს და ასე შემდეგ. და ჩვენ ძალიან ბევრ ქალს შევუწყეთ ხელი იმისთვის, რომ ჩართულიყვნენ, გამოსულიყვნენ, ეთქვათ საკუთარი ინიციატივების შესახებ და ერთგვარად ხელი შევუწყეთ, რომ ისინიც ჩართულები ყოფილიყვნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მაგრამ ბოლო წლებში კიდევ შეიცვალა ვითარება, ისევ და ისევ დაუბრუნდნენ იმ ტრადიციას, რომ მხოლოდ კაცები წყვეტენ და ის კაცებიც საკრებულოებთან და ზოგადად მუნიციპალიტეტებთან დაახლოებული პირები არიან. როდესაც იქ ქალი გადის და კონკრეტულად გამოთქვამს მოსაზრებას, რომ აი მაგალითად ჩემს სოფელში მინდა რომ ეს საკითხი მოგვარდეს, ეს პრობლემა გადაიჭრას, შემდეგ იქ უკვე ხდება სხვანაირი საქმის გარჩევა. ჩვენ ქონია შემთხვევები, როდესაც შვილს ბიჭს ქმარს გაუყვანია ეს ქალი და უთქვამს, რომ აქ შენი საქმე არ არის, იმიტომ რომ აქ სხვანაირი მიდგომებია და საერთოდ შენ წადი და შენ საქმეს მიხედე სახლში, შედი სამზარეულოში, გააკეთე სადილი და ასე შემდეგ. ანუ ისე ამ სტერეოტიპების გამყარებას უწყობენ ხელს და არის ასევე შემთხვევები, როდესაც უკვე გადაწყვეტილ საქმეს, ოქმს შედგენილს ჩამოატარებენ ხოლმე სოფელში კარდაკარ და ასე აწერინებენ ხელს მოქალაქეებს და შემდეგ უკვე გონიათ იქ
მაცხოვრებლებს, რომ ეს უნდა გაკეთდეს და ეხლა ამაზე უარს იტყვიან თუ თანხმობას, ამაზე აწერენ ხელს. ანუ მოსახლეობაში ინფორმაცია არ არის, რა უფლებები აქვს, დასახლების კრება როგორ უნდა ტარდებოდეს, დასახლების კი, ესეც მნიშვნელოვანია. ჯანდაცვის პროგრამა, როგორც ახსენე, 37% რო არის ათვისებული ქარელში, ესეც მნიშვნელოვანია. პიარში მილიონი ლარი არის გადახდილი. აქვთ ეს ინფორმაცია მოსახლეობას. ხო, რეალურად ეს მუნიციპალიტეტის გაზეთიც, ეს Facebook-იც, მათი საიტიც, რაც ფინანსდება, ასევე თანამშრომლები, რომლებიც, რა ვიცი, რამდენი არიან უკვე სათვალავიც მერევა ხოლმე ზოგჯერ, ამ ხელფასებს იღებენ. საინტერესოა რა ფუნქციას ასრულებენ. რეალურად ეს ხო უნდა იყოს მათი მოვალეობა, რომ მოქალაქებამდე მიიტანონ საჭირო ინფორმაცია და არა პიარი. ანუ ძირითადად ხდება ეს ადამიანები დააკავებულები არიან მერის მიერ ხალხში რაღაცა გასული ფოტოების გამოქვეყნებით, რა გაკეთდა, ჯერ რა კეთდება და ესეც რაღაც შეფუთულად რო ვრცელდება და არა იმით, რომ მაგალითად მოქალაქეს რისი უფლება აქვს, დასახლების საერთო კრებაზე რომ საუბრობდი, იქ რომ უნდა ყავდეთ დასახლების რჩეული, ის ადგილობრივი რომ უნდა იყოს და ის უნდა იყოს მერის წარმომადგენელთან გარკვეული შუამავალი. ანუ აი ესეთი დეტალები არიციან სოფლის მაცხოვრებლებმა და რაღაც მოსახლეობის ნაწილი არ სარგებლობს ინტერნეტით, ვიცით ხო? ზოგ სოფლებში, როგორც კი აღნიშნე, არ არის ინტერნეტი და ამიტომ საჭირო ადგილზე გასვლა და ადგილზე ინფორმაციის მიტანა. მაგრამ როცა ვეკითხებით, როდის იყვნენ ბოლოს ჩამოსულები, აი არჩევნების ანამ იქნებოდა. ზირთად საარჩევნო პერიოდში ჩადიან ის პიარის სამსახურიც და თვითონ მერის წარმომადგენლებიც და ინფორმაციის დაბალი დონიდან გამომდინარე ეს ყველაფერი რაც აქვთ გეგმაში როგორ უნდა შეფუთონ, მათ შორის დეზინფორმაციას რო ავრცელებენ და პროპაგანდას უწყობენ ხელს ნაცვლად იმისა, რომ რეალური საჭიროებები განიხილონ, აი ესეც არის იმ გეგმის ნაწილი, რისი შემსრულებლებიც არიან და პიარში დახარჯული მილიონობით ლარი ჩვენ გარკვეულ უკვე მომზადებულ და ინფორმირებულ საზოგადოებას უნდა გაძლიერდეს. ხო, დავალებენ, რომ გადააზიარონ ეს პროპაგანდისტული. ხო, ზირთადად ტროლბოტებად არიან ქცეულები და მე მგონი სასაცილოა უკვე, როდესაც რომ გადახედავ შენ ფუნქციას თუ რაში გაძლევენ ფულს და აღმოჩნდება, რომ შენ ერთ-ერთი პროპაგანდისტი ხარ და ტროლბოტი ხარ, უკვე შენ თავსაც აყენებ შეურაცხყოფას და თუ ამაზე განცდა არ გაქვს, ხარ რაღაცა უნდა გელაპარაკოს ადამიანს. კი ბატონო, ძალიან ბევრი საკითხი არის, ცხადია, ყველას ვერ შევეხებით, ძალიან საინტერესო თემებია. დასასრულისკენ მინდა გამოვეხმაუროთ იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც ყადაღა დაადეს და უკვე მათი ხელმძღვანელებიც დაიბარეს გამოკითხვაზე, რა შეგიძლია თქვათ აი ამ სიტუაციაში, მაშინ როდესაც წნიხის ქვეშ ამყოფებენ ორგანიზაციებს, მედიას და საით მივდივართ მოკლედ, სად ვართ? აი როგორც ხდება რუსეთში, იგივე ანალოგიური სცენარი ცოტა ჩამორჩენით, მაგრამ რაღაც ნაბიჯ მიყვება ქართული ოცნების აი ეს გუნდი, ვინც არიან უფრო ძირითადი შემსრულებლები, დანარჩენი უკვე ქვედარგოლებში მაღლიდან წამოსული ბრძანებების შემსრულებლები, ასე ვიტყოდი. რუსული სცენარი არის ამას ყოველთვის ვამბობ, რომ რეალურ პრობლემებზე ხალხი არ მოაცდინონ, არასაუბრონ და არ განიხილონ ის რეალური საჭიროებები, როგორ გადაჭრან, საიდან მომდინარეობს, ვისი დანაშაული იყო, რომ ამ დრომდე ვერ გადაიჭრა ესა თუ ის საკითხი, ან თუ გადაიჭრა და რატო ვერ გახდა ხარისხიანი ეს საქმე. და ამის ნაცვლად არიან გადართულები, მაგალითად ერთსქესიანთა ქორწინება უნდა იყოს თუ არა ქვეყანაში, ჯერ ერთი ვინ აძალებს და რომელ ქვეყანას დააძალა ევროკავშირმა, ნეტაკ ვიღაცა გამოვიდეს და ამიხსნას, რა ვიცი, იქნება მე არ ვიცი, თუ რომელ ქვეყანას დააძალეს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება. და ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირში არიან ქვეყნები, სადაც საერთოდ აკრძალულია ამ თემას არც კი განიხილავენ, მაგრამ ჩვენთან საქართველოში თურმე მეტი პრობლემა არ გვაქვს და ამას კრძალავენ იმის ნაცვლად, რომ მაგალითად ოჯახში რა ხდება, ქალს რო კლავს ქმარი და ამაზე რამდენიმე წელში უშვებენ იმ დამნაშავეს, ამაზე თურმე რეაგირება არავის არ უნდა ჰქონდეს, ეს მოსულა არაუშავს საქართველოა და ასე შემდეგ და ამდენი ქალის მკვლელობის ფონზე ჩვენ გველაპარაკებიან ოჯახის ტრადიციებზე და თვითონვე თავისივე ოჯახებში ჩაიხედონ, ახლა არავის პირადულ შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ თვალებზე ბინდს ვეღარ გადაგვიკრავენ რა დღეს ინტერნეტ ეპოქაში და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, მაშინ როდესაც ნებისმიერი ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია, ნებისმიერი ფაქტის დადგენა შესაძლებელია. ან იმ ძველ ფოტოებს რო აქვეყნებენ თითქოს რაღაც სადღაც მოხდა და გონიათ რომ ვერავინ ვერ გადაამოწმებს რეალურად რა ფოტო არის, აი ესეთი წარმოდგენა აქვს საკუთარ ხალხზე, რომ იმ დონის, დაბალი დონის
მოაზროვნე ხალხი ყავთ, რომ მარტივად მოტყუდებიან, ნებისმიერი манипуляცია, ნებისმიერი ტყუილი მათთვის დამაჯერებელი იქნება და აი ეს პროცესები მიდის წლების განმავლობაში და ამ დროს რეალური პრობლემები არის თაროზე შემოდებული და არც არავინ არ ფიქრობს და ეხლა რომ არა ეს ჩვენი პროექტი, ალბათ მუნიციპალიტეტში ვერც ვისაუბრებდით რა დარღვევებით ასრულებენ აი ეს თვითმმართველობის წარმომადგენლები ამ ვადას. მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ კვლავ გვექნება შესაძლებლობა, რომ მსგავსი ანალიტიკური ვიმუშაოთ და თქვათ მოვამზადოთ ჟურნალისტური მასალები, გისურვებთ წარმატებებს. თქვენსაც გადაცემა ამით დასრულებული.